დღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის გავრცელებული ის პროპაგანდა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ გამოსულები ქუჩებში და რომლებიც აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, იყვნენ გაუნათლებები და ასე შემდეგ და არ იცოდნენ რეალურად რა ხდებოდა ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო ესეთი განცხადება, ესე რომ ვთქვათ, რომ მე ვარ ელზა ჯიჯიაშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სახელმწიფო სტიპენდიანტი. მე და ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც ამავდროულად წარმატებული სტუდენტები არიან, ერთად ვიდრექით იმ ახალგაზრდების გვერდით და ჩვენ ერთად ვუჭერდით მათ მხარს იმისათვის, რომ გვინდოდა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. ჩვენ გვინდა ევროპა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო წარმატებული, იყოს უფრო ეკონომიკურად განვითარებული და ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც იქნება როგორც სიტყვის თავისუფლება, ასევე პირადი თავისუფლება და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა ევროპა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ უფრო წარმატებული და ქვეყანაში იყოს უფრო მეტი დასაქმების სფერო პირველ რიგში, აღარ იყოს საჭირო ამდენი ემიგრაცია და ანუ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, არის მიმართებული იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო წინ წავიწიოთ, ესე რომ ვთქვათ, უფრო განვითარდეთ და ჩვენს ანუ მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა. პირადად ჩემთვის განათლება არის უპირველესი, იმიტომ რომ სწორედ განათლებული საზოგადოება არის ქვეყნის წარმატების საწინდარი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ევროპული განათლება მემაძლევს იმ სრულფასოვან განათლებას, რომელიც ქვეყანას გამოადგება. ჩემი მიზანია მივიღო სრულფასოვანი განათლება და ამის საშუალებას სწორედ მაძლევს მე ევროპა.